საპროტესტო აქცია გაიმართა ტელეკომპანია იმედთან. ტელევიზიასთან გახარიას პარტიის წევრები შეიკრიბნენ იმ პარტიის, რომელმაც იმედს ბოიკოტი გამოუცხადა და ოფისში მისვლა აუკრძალა. ისინი ახლა თავად მოვიდნენ ტელეკომპანია იმედთან. Თქვენ პარტია ჩვენ არ გათავისუფლებს, არ გათავისუფლებს ოფისში ბრიფინგი. თქვენ არ გათავისუფლებს თქვენი მახლობლის მოთხოვება თქვენ პასუხობთ. კერძო პარტია ხარ და გაქვთ ამის უფლება რომ აუკრძალოთ ტელევიზიას. ახლა თუ არ დამასწრებინა კითხვას ასე არა. შესაბამისად მათყუარა ტელევიზია ვიდეო. ეგ თქვენი შეფასება. იდეას პოლიტიკური პარტია არ უშვებს პარტიაში და არ აძლევს საშუალებას გააშუქოს ამავე ეს რამდენად სწორია. თქვენ მიშვებთ? აი ხა მე რომ ავდგეთ კერძო კომპანიას ეძრება პოლიტიკური პარტია. არ შემოგიშვეს იმ დღეს რა პრობლემა არის? ანუ ესეთი შეზღუდვები არის ხოლმე? ანუ თქვენთვის ეს სტანდარტი არის. შეულებრივი სტანდარტი არის. ნადეშვილის ყოფილი მოადგილე რომ ყავთ პარტიაში არც ეს რაც შეეხება გიქმნით ეს უხერხულობას. მესმის თქვენი ეხა მესმის რა თქმა უნდა არ გიქმნის უხერხულობას. არც ეს არ გიქმნის უხერხულობას და არც ის რომ ჟურნალისტებს პარტიაში არ. არა. მაყურებელსაც რომ უთხრან არ გაქვთ საქმელი არაფერი. ეს არის თქვენი განცხადება. კერძო კომპანიას რა ნაწილს შედავებით? კი, მაგრამ თქვენ კარტით გაქვთ ვალდებულება რომ გააშუქოთ ობიექტურად. ეს ხომ თქვენი აზრია, თქვენი შეხედულება. ხომ ვერ მოერგება კერძო კომპანია თქვენ შეხედულება? ჩარის თქვენ ერესებს არა, ქარტიას უნდა მოერგოს.